საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 27 სექტემბერს ჯვარ დამაღლებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ღოლაწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარისმა ილია მეორემ წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარმა ტაძარში შეკრებილნი დალოცა, დამრევლს დღესასწაული მიულოცა. უწმინდესმა და უნეტარისმა ილია მეორემ აფხაზეთის ომში დაღუპულები გაიხსენა და ბრძანა, რომ ეს დღე ქართველებისთვის სიხარულსა და მწუხარებასთანაა დაკავშირებული. სიხარული და მწუხარება ტყუპი ძმებივით ერთად არიან. აღმოსავლური სიბრძნე ამბობს, ой სიხარულო, საწყისი ხარ მწუხარებისა, ой მწუხარებო, საწყისი ხარ სიხარულისა. დღესასწაულიც არის და მწუხარების დღეც არის. მეოთხე საუკუნეში წმინდა დედოფალმა ელენემ აღმოაჩინა მაცხოვრის ჯვარი და აღამაღლა იერუსალიმის პატრიარქთან ერთად. მაგრამ დღეს არის მწუხარების დღე, ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს გმირებს, ჩვენს ვაჟკაცებს, რომელთაც თავი დასდვეს საქართველოს თლიანობისათვის აფხაზეთში. და დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ძალიერსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს თვისი მშვიდობით და გვაშოროს განსაცდელი, გვაშოროს სიკვდილიანობა, გვაშოროს მწუხარება. ღმერთი ხედავს, რომ საქართველო რასაც აკეთებდა და აკეთებს აფხაზეთისთვის, ცხინვალისთვის, ეს ყველაფერი წრფელი გულით იყო და არის. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოსთან ერთად ხარობდეს აფხაზეთი, რომ საქართველოსთან ერთად გახარებული იყოს ცხინვალის რეგიონი. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა ტაძარში შეკრებილებს ანთიმოზ ივერიალის ხსენების დღე მიულოცა და წმინდანის მოღვაწეობაზე ისაუბრა. დღეს ასევე დღესასწაულია, უпростորად ხსენების დღეა ანთიმოზ ივერიელისა. ანთიმოზ ივერიელის 300 წლის თავია და რუმინეთის ეკლესია და რუმინელი ხალხი ზეიმობს დღეს 300 წლის თავს. იქ მონაწილეობას ღებულობენ ჩვენი დელეგატები, ჩვენი სასულიერო პირები. წმინდა ანთიმოზ ივერიელი 16 წლის იყო მოტაცებული საქართველოდან გაყიდული და იგი გამოისყიდა იერუსალიმის პატრიარქმა და შემდეგ ანთიმოზ ივერიელი გახდა მამათმთავარი რუმინეთის ეკლესიისა. მაგრამ მან მიიღო დიდი განსაცდელი და იგი განძარცვეს
ხარისხიდან და გაგზავნეს სინას მთაზე და ამ გზაში მოკლეს. მაგრამ რუმინეთის ეკლესიამ აღიარა იგი როგორც წმინდანი. შეგვეწიოს მისი ლოცვა კურთხევა. იგი უნიჭიერესი პიროვნება იყო მწერალი. დაარსა სტამბა რუმინეთში, საქართველოში. იყო მოქანდაკე, იყო ხის ოსტატი, ხეზე ჭრა იცოდა საოცარი. სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესმა და უნეტარისმა ილია მეორემ კაციების საგვარეულო დალოცა. დღეს ჩვენ ვლოცავთ კაციების გვარს. კაციები მრავალი არის, ქართველი მრავალი არის, აფხაზი, ყველას ერთად გლოცავთ. საოცარი ის არის, რომ კვირა დღეს გუშინწინ ჩვენ ასევე დავლოცეთ თქვენი გვარი და დღეს მეორედ ვლოცავთ. დალოცვილი და განხარებული გამყოფოთ მამა ზეციერმა, სახელითა მამისათა, დაძისათა და წმინდისა სულისათა. ჯვართამაღლების დღესასწაული მრევლს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა მიულოცა. მღვდელმთავარმა ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა ქადაგებისას აფხაზეთის ომის ტრაგიკულ შედეგებზეც გაამახვილა ყურადღება. ყველას გილოცავთ უდიდეს დღესასწაულს, პატიოსანი და ცხოველს ყოფილი ჯვრის ამაღლების დღესასწაულს, ანუ იგივე ჯვართ ამაღლებას. ეს არის დღე, როდესაც ქრისტიანობამ იზეიმა გამარჯვება ქვეყანასა ზედა. თქვენ იცით, რომ ეკლესიის დაფუძნების შემდგომ ძალიან მძიმე პერიოდი გამოიარა მართლმადიდებელმა საქრისტიანომ. ეს იყო პირველი 3 საუკუნე, როდესაც იყო დევნა ქრისტიანობისა, არნახული დევნა რომის იმპერიაში ქრისტიანებს ცეცხლით და מחვილით ზდევნიდნენ და ცდილობდნენ მათ აღმოფხრას, სრულ განადგურებას, მაგრამ საოცარი იყო ის, რომ ეს შეუიარაღებელი, ყოველგვარად მიწიერად დაუცველი საზოგადოება ქრისტიანეთა არათუ ცირდებოდა, არამედ კიდევ უფრო მრავლდებოდა, ძლიერდებოდა, მისი ხმა კიდით კიდამდე გაისმოდა და თანდათან საზოგადოება, წარმართი საზოგადოება, მისი დიდებულები ხედავდნენ მათ ძალას, მათ სიწმინდეს, მათ სასწაულებს, მოწამეობრივ ღვაწლს და სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ივსებოდა მადამი პატივისცემით და იღვიძებდა რწმენა ქრისტიანული წარმართულ საზოგადოებაში. ჩვენ მივდივართ უფალთან, ჩვენ მივდივართ აღდგომასთან, ჩვენ მივდივართ ამაღლებასთან სვერპლით, მოწამეობრივი ღვაწლით, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით, მათთვის თავდადებით, თუნდაც მტერიც რო იყოს იგი. აი ეს არის ქრისტიანობის ძალა, ეს არის გამარჯვების საწინდარი და დღეს, როდესაც ჩვენ ასევე განსაკუთრებით ვფიქრობთ აფხაზეთზე, დღეს არის დღე, როდესაც დიდი ტრაგედია დატრიალდა
აფხაზეთში. ეს იყო არა მარტო იმ ადამიანების ტრაგედია, ვინც იძულებული იყო დაეტოვებია თავისი სახლკარი და უკვე 23 წელია იმყოფება დევნილებასა და ლტოლვილებაში. არამედ კიდევ უფრო მეტად ეს იყო ტრაგედია იმ ადამიანებისა, რომელთაც ძმათა შუღლი და მტრობა აღიქვეს როგორც გზა გამარჯვებისა. როგორ შეიძლება იზეიმო გამარჯვება ასე დღეს, როდესაც შენი ძმების, ძმათა შორის სისხლის ზღვრის დღე, როგორ შეიძლება იყოს აღნიშნული. აფხაზეთში ომი არ იყო ომი ქართველთა და აფხაზთა შორის. ეს იყო ომი ქართველთა და აფხაზთა ერთობის, მეგობრობის და ძმობის წინააღმდეგ და ვინც მიაღწია ამ მიზანს, რასაკვირველია, ყველაზე მეტად ის ისჯება, ის არის ღვთისგან დასჯილი. ამიტომაც ეს ომი იყო ტრაგედია როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის და დადგება ჟამი და ყველა გააცნობიერებს ამას და მე ღრმად მწამს, რომ ჯვართამაღლების დღესასწაული გადაიქცევა ჩვენი შერიგების დღესასწაულად. ბოლოს მთელ საქართველოს